მოგესალმებით, ეს არის ბათუმელების ლაივი. ბათუმში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის მოედანზე, როგორც თქვენ ხედავთ, ადამიანები აქ არიან გამოსული თოვლის სანახავად, საგუნდაოდ, გასართობად. ისინი მიდიან ასევე ზღვაზე. როგორც ბათუმის მერია ამბობს, ინტენსიურად იწმინდება ბათუმის ქუჩები, თუმცა ჩვენ ნახავთ ასევე ქუჩებში რა მდგომარეობა, ასევე ბულვარში, როგორც ბულვარის ადმინისტრაცია მოგვითხრა, იწმინდება ხემცენარეები. თუ შეიძლება მოგეთ რა გითხრათ, თქვენი განწყობა, რატო გამოходით დღეს ამ თოვლში, ქალაქში? შეიძლება გწითით? გისმენთ? რატო გამოходით თოვლში? იმიტომ ძალიან მაგარია, სადაც 4-5 წელია, აი, თოვლი არ მინახავს და რომ მოვიდე, გამოვედი. ძალიან მაგარია. როგორი განწყობაა? ძალიან მაგარი, რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნოა და კორონავირუსი დაკლავს ეგრევე ზედეს ნამცეცებად. აი, თქვენ ინფორმაციით შექმნა რამე პრობლემა თოვლმა ქალაქში, თქვა გადაადგილების კუთხით, ანუ რა თქმა უნდა. მაგრამ თავარია ჩვენ ხო გვიხარია ადამიანებს, თორე ხა ტრანსპორტი აუცი. არა საჭირო თოვლის დროს უნდა ის სიამოვნო, როცა თოვლი არის და ნუ მანქანით. დიახ, მადლობა. არა თუ ეს არის ევროპის მოედანი, ბათუმში ინტენსიურად თოვს. ადამიანები კი არიან გამოსული ქუჩებში, იმისთვის რომ ნახონ დათოვლილი ქალაქი, ავთ გამოყვანილი ბავშვებიც. გამარჯობა, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? როგორი განწყობაა დღეს ქალაქში, თოვლიანი ბათუმი? როგორ მოგწევს თოვლი? ბავშვები როგორც ჩანს განსაკუთრებით ერთობიან. აი ამ ადამიანებსაც ვკითხოთ. გამარჯობა. ბათუმელების ლაივში ვარ. შეგვიძლიათ რომ გითხრათ დღეს ამ თოვლში რატო გამოხვედით გარეთ? უფრო ადრე ვაპირებდი ჩვენ მეგობრებს რომ თავი მოება წესიერად. იმიტომ რომ მინიმუმ 1 წელი არ გადმეორდება თუ გაგვიმართლა. და ველოდებს კიდე ბევრ მეგობრებს რომ ვიგუნდავთ და აქ თოვლის გოგო გავაკეთე. როგორია განწყობა თოვლიან ქალაქში? ძალიან ლამაზი, თბილი და ტკბილი. იმიტომ რომ ბათუმს თოვლის ხდება წვიმაც და მზეც. რამდენად იწმინდება ქუჩები და ჭირს თუ არ გადაადგილება ქუჩებში? თქვენ თქვა საერთოდ მოხვედით? თოვლი არ მოსულა ბათუმში. ამიტომ ესა ვერ გეტყვით. არ მგონია რომ პრობლემა შეექმნას, იმიტომ რომ არ მგონია რომ დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდეს, მაგრამ ასატანად იქნება მე მგონი. არ მგონია პრობლემა მაგის გამო იყოს. პირიქით. თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? კაი განწყობაზე ვარ. ძალიან კაი განწყობაზე ვარ. დიდი ხანია ველოდებით თოვლს ბათუმში. მინიმუმ 3 წლის უკან იყო ბოლოს თოვლობა როგორც ასეთი. და ალბათ ძალიან გაუხარდათ ყველას და მე მათ შორის გახარებული ვარ იმით რომ თოვლი მოვიდა სულ მინდოდა რომ თოვლი ყოფილიყო. თან მყუდროება და ზამთარი საერთოდ თოვლით მიყვარს და ზამთარი ზოგადად მიყვარს. და მყუდროებას მიყვარს და ეს გარემო ეხა მყუდროდ მიმაჩნია რა. ანუ სიწყნარი არის და ყველაფერი თავისი იდეალურადაა, კარგადაა. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ ვესაუბრებთ ბათუმელებს თოვლის შესახებ. თქვენ ხარ მოიფიქრეთ რომ რაიმე გითხრათ? როგორია თოვლი? რა გააკეთე დღეს? თოვლის პაპა, როგორი პაპა გამოვიდა? როგორ გამოიყურებოდა? მარტომ გააკეთე? სხვა არავინ დაგეხმარა? კარგი, დიდი მადლობა. შენ რა ქვია? მარიამ ჯიქი. მე ჯაბა. ნახვამდის კარგად გაერთე. ეს იყო მარიამ ჯიქია, როგორც თავად გითხრა. ასეთი განწყობაა დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე. ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვა დაიწყო ბათუმში გუშინ საღამოს. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, თოვა იქნება ხვალაც ბათუმში, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, ხოლო ზეგიდან, სამშაბათიდან იქნება ბათუმში უნალექო ამინდი.
მე ვიცები გავიგო რა მდგომარეობაა ახლა ქუჩებში, რადგან რთულია გადაადგილება და იწმინდება თუ არა ქუჩები. ჩვენ ახლა გადმოვედით მემედაბაშიძის გამზირზე, სადაც ავტომანქანები მოძრაობენ. გამარჯობა, შეიძლება ერთი წუთით ბათუმელების პირდაპირ ლაივში ხართ. ამათ იოლია დღეს გადაადგილება ბათუმის ქუჩებში ამ თოვლის პირობებში. არ არის რთული რა. თუ იცი მოგზაურობა ყინულზე, თოვლზე არ გაუჭირდება. რა ვერიდოთ ძღოლებმა ვინც არ ვიცით რომ სხვები არ დავაზიანოთ რა. გაწმენდილია ქუჩები, სადაც კი, გაწმენდილია ქუჩები საკმარისად, კი, ძალიან კარგი მდგომარეობა ამჟამად ბათუმში. მარილი თქვა იყრება თქვენი ინფორმაციით. თუ ჯერ არ არის ამის საჭირო. მარილი არ საჭიროებს ამ თუში, მაგრამ ყიდვის დროს მე მგონი არის ყველანაირი მე ასე ვუყურებ, რომ ყველაფერი კარგად მიდის რა. ანუ თქვენ გადაადგილების პრობლემა არ გქონიათ. არავით არის. გვეჩქარებათ კიდის სადგურში გავდივართ ახლა. კარგი, დიდი მადლობა. არაფერი. გადმოვედით ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც ადამიანები მოძრაობენ ტროტუარზე, ასევე ხედავთ, რომ ავტომანქანებიც მოძრაობენ. ადამიანები ასუფთავებენ მანქანებს თოვლის საფარისგან. თოვლი ბოლო 4 წელი არ ყოფილა ქალაქში, ნუ გულისხმობ თოვლის უხნალებს. ამიტომ ბათუმელები სეზონი განსაკუთრებით გახარებულები არიან, რომ მოვიდა თოვლი ქალაქში, იმედია არ შეიქმნება პრობლემები ქალაქში გადაადგილების. ნადროვად გაიწმინდება ქუჩები. როგორც ბათუმის მერიამ ჩვენ გითხრა, ასევე ინტენსიურად იწმინდება ბათუმში ხელმცენარეები, თუმცა ეხლა არა, იმიტომ რომ ინტენსიურად თოვს. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გითხრეს, დილით გაიწმინდა ხელმცენარეები ბათუმის ბულვარში და არ დაზიანებულა, არც ერთი მცენარის დაზიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა. და როდესაც თოვა გადაიღებს, ანუ იკლებს ინტენსიური თოვა, შემდეგ ჯგუფი ისევ გავა ბათუმის ბულვარში, ასევე ქალაქის ქუჩებში, გამწვანების სამსახური ამ შემთხვევაში და დაახერხავს გაათავისუფლებს ხეებს თოვლისგან. ეს არის ბარათაშვილის ქუჩა. როგორც ხედავთ, მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. გაწმენდითი ტექნიკა ამ ეტაპზე ქალაქის ქუჩებში არ ჩანს, ალბათ სხვა ქუჩებში მოდენ, ჩვენ არ დაგინახავს ეს ტექნიკა. გამარჯობა, დრო გაგესაუბროთ ერთი წუთი ბათუმელების ლაივში ხართ. როგორია ქალაქი თოვლში ბათუმი? რა რთულია გადაადგილება თოვლის პირობებში, ან ტრანსპორტი რა თავისუფლად მოძრაობს? კარგად მოძრაობს, უბრალოდ ეს ერთი გადასახადი. კარგი, მადლობა. მოგიკითხოთ მოქალაქეებსაც, ვინც ტრანსპორტზე ელოდება. გამარჯობა, ქალბატონო. ბათუმელების ლაივში ხართ, რაღაც მინდა რომ გკითხოთ, როგორია თოვლში გადაადგილება, რამე რთულია ამ ქალაქში თოვლში? არ ვიცი, ახლა ველოდები ავტობუსში. დიდი ხანი ელოდებით? არა, 1-2 წუთია. 1-2 წუთია. ხო გსმენიათ, რომ არის სადამ პრობლემა თქვა გადაადგილების ქალაქში ან მოძრაობის? რა ვიცი, პირადიოდ ავტობუსი წაღალდა. კარგი, მადლობა. თქვენ რას გვეტყვით? ხო არ არსებობს გადაადგილების პრობლემა ქალაქში თოვლის პირობებში? არა, მაგრამ ალბათ აწი, ასე თუ ითო ალბათ იქვექნება. რატომ ფიქრობთ რომ გვექნება? ანუ ფიქრობთ რომ არ გაწმენდნენ? მე ვხედავ რომ წმინდავს და მუშაობს. რა ვიცი. იმედი მაქვს რომ არ გვექნება. და ყველაფერი რიგზე გვექნება. ანუ ხედავთ რომ მიწმინდება ქუჩი, ხო? კი. კარგი, მადლობა. ნახვამდის. გორგილაძის ქუჩაზე ვიყოფებით.
ინტენსიური თოვა გრძელდება. ბათუმში მე შეგახსენებთ, რომ თოვა დაიწყო გუშინ. მოგესალმებით. გითხარით თქვენი განწყობის შესახებ, როგორია თოვა? ამახლებული, პოზიტიური, ძალიან მაგარ ხასიათზე ვართ. რატომ გამოხვედით თოვლში, ქალაქში? უბრალოდ თოვლის სანახავად თუ საჭიროების გამო? აურას იწვით. აურას იწვით. მადლობა. აურას ვიწმინდა მოქალაქემ გითხრა. ხო, როგორც გიყვებოდით, ბათუმში ინტენსიური თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და ინტენსიური თოვა გრძელდება ამ დრომდე. ადამიანები გადიან ქუჩებში აქტიურად, როგორც ისინი ყვებიან, მათ უხარიათ, რომ თოვლი მოვიდა ქალაქში 4 წლიანი ინტერვალის შემდეგ. აკეთებენ თოვლის პაპებს, ქუჩებში გუნდაობენ და ერთობიან. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ხვალაც იქნება გარკვეული წილი თოვლის ნალექი, ხოლო ზეგიდან, ანუ სამშაბათიდან უკვე გამოიდარებს. აი კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ფორმით ერთობა გორგოლაძის ქუჩაზე. ავტომანქანებიც როგორც ხედავთ, ჯერჯერობით თავისუფლად გადაადგილდებიან. გამარჯობათ. ბათუმელების ლაივში ხართ. მოგეთ რომ გითხრათ, როგორია გადაადგილება ქალაქში? ხო, არც გადაადგილების პრობლემა. არ შექმნიათ ხო გადაადგილების პრობლემა? ყოველთვის კარგია და ყველაფერი კარგია. კარგით, მადლობა. გამარჯობა, თქვენ ძაღლთან ერთად გამოხვედით დღეს ქუჩაში. ბათუმელების ლაივში ხართ. რო გითხრათ, მოკეთ, როგორია განწყობა თოვლიან ქალაქში? განწყობა. კარგია. სულთა ჰაერე. რა ვიცი, ყველა ბავშვი ხარია, ძაღლებსაც უხარიათ. ძაღლებსაც უხარიათ. ხომ არ არსებობს გადაადგილების პრობლემა თქვენ ინფორმაციით სადმე? ახლა ეს ყველაფერი არა. შედარება. თოვლი მიტონა უნდა ითოვოს და უნდა დადოს რა. ანუ კიდევ უფრო მეტი თოვლი გინდათ, უფრო დიდი რაოდენობით. აია. კარგი, თქვენი სახელი? პასო. პასო. დიდი მადლობა. ეს დემეტრევი თავდადებული ქუჩაა. ინტენსიური თოვა გრძელდება ქალაქში და როგორც ამბობენ მეტეოროლოგები, გაგრძელდება თოვა დღესაც და იქნება თოვლი ხვალაც. მერი ამბობს, რომ ისინი პერიოდულად წმენდნენ ბათუმის ქუჩებს და იმედი არ შეიქმნება გადაადგილების პრობლემები. ამ ქუჩაზეც ჩვეულებრივ გადაადგილდება ტრანსპორტი, მოძრაობენ ადამიანები. და როგორც ისინი თავად გვიყვებიან, უხარიათ რომ ბათუმში თოვს. ალბათ ადამიანები არიან დღეს ზღვაზეც, რომ ნახონ როგორია ზღვა თოვლში და ბათუმის სანაპირო ბულვარი. აი ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც გამოვიდა თოვლის სანახავად. როგორია თოვლი ქალაქში? Türkish. აჰა. Megi. უკაცრავად, მაგათ რო გითხრათ, რატომ გამოხვედით დღეს ქალაქში? ბათუმელების ლაივში ხართ. როგორია თოვლი ბათუმში? ძალიან მაგარია. როგორი განწყობაა? ძალიან კარგი, პოზიტიურად. პოზიტიურად ხართ. ეს ლაივში გამომართული. ტაქსი
უკაცრავად ხო არ არის გადაადგილების პრობლემა თქვენ სადაც მოძრაობთ ქალაქში ამდენად არა ან გაწმენდილია ქუჩები ასად არის პრობლემა ან მარილის დაყრის საჭიროება არის ჯერ თქვენი შეფასებით ქუჩებში არ ვიცი ეგრეა დავდივარ და შეიძლება ასაკ ბოქსი კარგი აი ეს მუნიციპალიტეტი თოვა გრძელდება მეგობრებო ბათუმში როგორც უკვე აღნიშნე ბათუმში გუშინ დაიწყო ინტენსიური თოვა და იგი გრძელდება ამ დრომდე როგორც მეტეოროლოგები ამბობენ თოვა იქნება ხვალაც ხოლო სამშაბათიდან უკვე გვექნება ბათუმში და ასევე მუნიციპალიტეტებში აჭარის უნალექო ამინდი მოდიმე გავჩვენებთ რა მდგომარეობა არის ბათუმის ბულვარშიც. რადგანაც ვფიქრობ, რომ თოვლი მერად უხარია დღეს ბათუმში ამ 4 წლიანი ინტერვალის შემდეგ, როცა არ მოსულა თოვლის დიდი საფარი, რომ ადამიანები იქნებიან გასული ბულვარშიც. იმისთვის რომ ნახონ როგორია ბათუმის ბულვარი თოვლში და განსაკუთრებით სხვა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ დემეტრე მეფე თავდადებულის ქუჩას. ტრანსპორტი ჩვეულებრივად მოძრაობს, გადაადგილდებიან მოქალაქეებიც. ადამიანები თოვლის საფარისგან წმენდნენ საკუთარ ავტომანქანებს. გადმოვიდეთ რუსთაველის ქუჩაზე. ინტენსიური მოძრაობა, თოვლის საფარი ჯერჯერობით შეუქმნია გადაადგილების პრობლემები ქუჩებში, ბათუმის ქუჩებში. მე აქ ვგეტყვით თუ რა მდგომარეობაა აჭარის სოფლებში, როგორც დღეს ჩვენ ვესაუბრეთ მუნიციპალიტეტების გამგებლებს. დილიდან დაიწყო გზების გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა სოფლების უმრავლესობაში მისასვლელი გზა არ იყო და ამ დროისთვის წმენდნენ მისასვლელ გზებს. გულისხმობ ცენტრალურ გზებს. და არის ათეულობით სოფელი აჭარის მთაში, რომელიც ამ დრომდე არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. როგორ მოლოდინიც ჰქონდა ბათუმში, ბულვარში არიან ადამიანები შეკრებილი, ბავშვები ერთობიან, არიან თოვლში. გამარჯობათ. ბათუმელების ლაივში ხართ. ბავშვები გამოიყვანეთ თოვლში, ხო, როგორც ხედავ? როგორია განწყობა თქვენ რომ მითხარით? ჩვენიერი. როგორია თოვლი? რა გააკეთეთ დღეს აღარ მითხარით თოვლში? იგუნდავეთ. იგუნდავეთ. მოგწონთ თოვლი? კი. იქნას აპირებთ დარჩენას. სადამდეც გაძლებენ იქამდე. სადამდეც გაძლებენ. დიდი მადლობა. მოკლედ ბათუმის ბულვარში უფრო მეტი ადამიანია ვიდრე ქუჩებში, როგორც ხედავთ. ადამიანები იღებენ ფოტოებს. აი მოკლედ ასეთი განწყობაა დღეს ბათუმის ქუჩებში. განსაკუთრებით შეიმჩნევა ბავშვების სიხარული და მათი სიმრავლე ბათუმის ბულვარში. აქ თუ გამოხვალთ აი მულამაზე ხეებს ნახავთ. და მულამაზეს მაგნოლიას. მოკლედ ბევრი სილამაზეა დღეს ბათუმის ქუჩებში და
განსაკუთრებით ბათუმის ბულვარში, სადაც თოვლი იშვიათობაა, როგორც უკვე გითხარით, 4 წელი ასეთი თოვლის ნალექი არ ყოფილა ამ ქალაქში. ბოლოს დიდი თოვლის საფარი იყო 2016 წელს, 2016 წლის იანვარში. აქაც თავისუფლად გადაადგილდება ჯერჯერობით ტრანსპორტი. გადათ მოქალაქეებს და ბავშვებს. ასე ახლოს შუაშია. ადამიანები იღებენ სელფებს და ერთობიან. ბულვარის ზოუკუთხე. და გადავიდით სავალბილეზე ბულვარის. გადაგიღო. დავით არის მინდა. მარჩა ხო იქნება. საზაფხულო თეატრი. ასე გამოიყურება ახლა თოვლის პირობებში. ჩვენ ვიყოფებით ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილში. აი თოვლის პირობებში კიდე თოვლის დამატებით თოვლის ქმნის შობელი. როგორია განწყობა ქაბატონო, რო გითხრათ ამ თოვლში? ბათუმელების პირდაპირ ლაივში ხართ, რო გითხრათ მოკლედ, როგორია დღეს განწყობა თოვლში? უშუალოდ ლაპარაკობს. შენ რას გვეტყვი? სამაგერია. რა არის მაგარი? თოვლის მოსვლა. ამდენი წელი არ ყოფილა და სასიამოვნოა. ეხლა თოვლის ბაბუას აკეთებ? კი, ვცდილობ. მარტო აკეთებ, ხო? კი. დიდი თოვლის პაპა უნდა გააკეთო? არ ვიცი. ამდენის მომენტები. ამ ხელს. რამდენიც მოგინდება, რა ქვია? ლიზი. კარგი, ბედნიერად. მადლობა. ასე ერთობიან ბათუმელები დღეს ბათუმის ქუჩებში და ასევე ბულვარში. სადაც თოვლმა ესეთი გარემო შექმნა. ინტენსიური თოვა ბათუმში გრძელდება. თოვა დაიწყო ბათუმში გუშინ. და როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, თოვლი მოახვალაც. თუმცა არა ამ ინტენსივობით, სავარაუდოდ. ხოლო ზეგიდან უკვე იქნება აჭარაში უნალექო ამინდები. აი ესეთი დათოვლილი ბულვარი. ბულვარის ცენტრალური ბილიქს თქვენ ხედავთ ახლა კადრში. და ადამიანებს, რომლებიც აქ სეირნობენ. და გადავიხედოთ სხვაზეც. აქაც ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ასე გამოსულან. და ადამიანებს, რომლებიც სხვაზე გადასულან, ანუ სანაპიროზე.
პლაჟზე. გუნდმართად განსაკუთრებული სილამაზეა. თოვაში ზღვის ნახვა. კაცრავად, როგორ მოგეწონათ პლაჟი თოვლში? თქვენ ბათუმელების ლაივში ხართ? ძალიან მოგვეწონათ ჩვენს. გინახავთ აქამდე პლაჟზე თოვლი? კი. რამდენი წლის წინ ნახეთ? 4. თუ 3. არა, 2016-ში, ხო? როგორ უხდება თოვლი ქალაქს თქვენი აზრით? ყველაზე ძალიან საფულზე მეტად. აი საფულზე მეტად უხდება ბათუმის თოვლიო, ბათუმელებმა ესე გითხრეს. ასეთი სურათი დაგხვდება დღეს ბათუმის პლაჟზე თუ გამოვხვალთ და დაინტერესდებით როგორ გამოიყურება, რა განწყობა, რა ფერებია და რა კადრები შეგიძლია გადაიღოთ ბათუმის ზღვაზე. ადამიანები რომლებიც გუნდაობენ პლაჟზე რომ გაგვიზიაროთ ემოცია, როგორი იყო გუნდაობა პლაჟზე, ბათუმელების ლაივში ხართ? ძალიან მაგრად გაასწორა. იგუნდავეს ადამიანებმა და წავიდნენ. სხვები მოდიან. ისევ ადამიანები მოდიან რომ ნახონ ზღვა, როგორია ზღვა თოვაში, თოვლის დროს. და ასეთი სურათია დღეს ბათუმში. ჩვენ გავხედავთ თოვლიან სანაპიროს. ბათუმს მოკლედ იდესურად აღარ თობს, თუმცა ისევ თობს და როგორც ვიცით, ან მეტეოროლოგებისგან თოვა გაგრძელდება ღამის საათებშიც. თოვა იქნება ხვალად, თუმცა არა იმოდენობით როგორც დღეს. ინტენსიური თოვა ბათუმში გუშინ საღამოს დაიწყო და ასეთი თოვლის საფარი ბათუმში უკვე 4 წელია არ გქონია. ამიტომაც ბათუმელებს დღეს განსაკუთრებით უხარიათ თოვლი ქალაქში. როგორც თქვენ უკვე ნახეთ ჩვენს ვიდეო ლაივში, ისინი გამოსული არიან გარეთ სასეირნოდ და უბრალოდ განწყობის შესაქმნელად. როგორც ბათუმის მერიიდან ჩვენ გვითხრეს, პერიოდულად იწმინდება ბათუმის ქუჩები, ჯერ არ დაუწყია ტექნიკური მარილის დაყრა.
ასევე რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, ჩვენ გვითხრა ბულვარის ადმინისტრაციამ, რომ დილით დაფერთხეს ხეები, დეკორატიული ხემცენარეები, ასევე გუშინ საღამოს და თოვის შეწყვეტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ინტენსიური თოვა აღარ იქნება ქალაქში, ისევ გამოვა ჯგუფი და დეკორატიულ მცენარეებს ჩაუმფერთხავენ. მათი თქმით, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, ბათუმში ამ დროისთვის თოვლის შედეგად არ დაზიანებულა რომელიმე ხემცენარე. მოკლედ თვალიადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს ბათუმელები.gi დაიწყეთ Facebook გვერდს ჩვენსაც და ჩვენ მოგაწვით ინფორმაციას მათ შორის თოვის შესახებ და თუნდაც იმ პრობლემის შესახებ, რომ თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება ქალაქში თოვის შემთხვევაში. მადლობა რომ გვიყურეთ. დროებით.